მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში. მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. Swiss Hotel Kobuleti Beach Resorts მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swiss Hotel Kobuleti Beach Resorts მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. კობახიძის თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ახალი სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. ჩვენ ყვავივით დაგუჩხავის ზოგიერთი უცხოელი და ელის, რომ მაჩვენებელი არ იყოს ისეთი, როგორსაც გეგმავს მთავრობა და შემდეგ ნიშნის მოგებით გვესაუბროს, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ბრიუსელისთვის რომ მოესმინა დღეს წაგებულ მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა. ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე. ფაქტობრივად ჩამოწერილი ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად მოლდოვასა და უკრაინას გვისახავს, სადაც ერთშიც და მეორეშიც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციასა და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებაში ჩანს, რომ ისინი გეგმა ბ და უკვე გეგმა ა-ს განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებას რუმინეთთან მიერთებით და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო. უკრაინასთან მიმართებით ვხედავთ მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ ტერიტორიული დათმობები იქნება მშვიდობის და შესაბამისად ევროკავშირში რაიმე წისვლის ერთ-ერთი წინაპირობა, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. კალაძემ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ბაბაშიძეს. მივესალმები და მადლობას გადავუხდი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს. მოხარული ვარ, რომ თბილისი კვლავ მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი თემაა მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებებით მივდივართ, აღნიშნა კახა კალაძემ. საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა ინტელიგენს ონლაინზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება ავრცელებს. მათივე ცნობით აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრის დაკავება. როგორც რადიო თავისუფლება წერს, გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს ქართულ ბანკის ყოფილ პრეს-მდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ფრანგული გამოცემის მიხედვით ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა. საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის 2 აგენტი, წერს გამოცემა.
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ნორდბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. გილოცავთ ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას უსურვებ, განაცხადა პრემიერმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ფაშინიანმა ამომრჩევლებთან წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა 1 ივნისს დამირეკა, რათა დაბადების დღე მოელოცა, მაგრამ ჩვენ ასევე გვქონდა საქმიანი შეხვედრები და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ ჩავალ რუსეთში შევხვდებით და ყველა მიმდინარე საკითხს მოვაგვარებთ. განაცხადა ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ამ კონტექსტში სომხურ-რუსული ურთიერთობების და განვითარებასთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა სამվել კარაპეტიანი და გაგიკ ცარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. ახალგაზრდა რუსებს მივმართავ, არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად, ან მოკვდებით, ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუტემ განაცხადა, რომ ომის მსვლელობა შეიცვალა, მასში რუსული მხარის მონაწილეობა სულ უფრო სახიფათო გახდა და ახალგაზრდა რუსებს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ. მაშინ, როდესაც უკრაინა ბრძოლის ველზე იმარჯვებს, რუსეთის სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. რუსეთის დანაკარგები დიდია, თვეში 30,000-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა 10 წლის განმავლობაში, 80-იან წლებში ავღანეთში. ეს სრულიად შოკის მომგვრელი ციფრებია, განაცხადა რუტემ. ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ისინი ამას დათანხმდნენ, შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ, განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ირანი დიდებული წარმატებაა, ვნახოთ რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ ეს გამოვა, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ გამოვა, ამასაც არ აუშავს, მაშინ ამას სხვა გზით გავაკეთებთ, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. სომხეთი უნდა გადაარჩინოს მისმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ახლა არჩევნებზე ყველა შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ არჩევანი თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთონ, განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთს სომეხი ხალხის წინააღმდეგ არასდროს უმოქმედია. რუსეთი ყველანაირად მხარს უჭერდა, დაეხმარა და ზოგჯერ გადაარჩინა კიდეც. თუმცა ახლა გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.